ბათუმში დასავლეთ საქართველოს ბავშვთა რაგბის ფესტივალი გაიმართა. ტურნირში 250 მოზარდი მონაწილეობდა. ღონისძიება ტრადიციულია და მისი მიზანი მასობრივი სპორტის სახეობის პოპულარიზაციასთან ერთად ბავშვთა რაგბის განვითარებაა. ჯილდოები არ მიუღიათ და არც პრიზიორები გამოვლენილა. დამწყები მორაგბეები ერთმანეთს მხოლოდ ამხანაგურ მატჩებზე ეჯიბრებიან. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ამ ტურნირზე მთავარი მაინც დამეგობრება და გამოცდილების გაზიარებაა. ძალიან ბევრი გავისანი მეგობრები, რა ვიცი. ძალიან კარგია რომ ესეთი ფესტივალები ალბათ გაგრძელდება დასავლეთ საქართველოში და მე მგონებ რომ შესანიშნავად ჩატარება. ხარული ვართ რომ არის ტარდება. ბევრი მეგობარი შევიძინეთ და წარმატებას მინდათ რომ მივახციოთ. დასავლეთ საქართველოს ბავშვთა რაგბის ფესტივალი დღეს ანგისის სტადიონზე ჩატარდა. მასში 15 გუნდი მონაწილეობდა. ღონისძიებას აჭარის რაგბის კავშირის პრეზიდენტი დაესწრო და ტურნირის მონაწილეებსაც შეხვდა. ირაკლი ჩავლეიშვილი მასობრივი სპორტის სახეობის პოპულარიზაციაზე საუბრისას სარაგბო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე აკეთებს აქცენტს. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მასობრივი ხდება ეს პოპულარული სახეობა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენგან ხელშეწყობა აქვს, იცით თქვენ რაგბის სტადიონი შენდება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების ბათუმში, ასევე გონიოს ტერიტორიაზე აჭარის მთავრობამ გადმოსცა სტადიონი, სადაც საქართველოს პირობების თამაშები ჩატარდება. ფესტივალები ძალიან ბევრი უნდა ჩატარდეს, იმიტომ დღეს დაახლოებით 250 მონაწილეა ბათუმში ჩამოსული. ეს ბავშვები ერთმანეთს ეპაექრება, ამით გამოცდილებაზესაც და რაც უფრო ასეთი ბევრი ფესტივალი ჩატარდება საქართველოს მასშტაბით, უფრო განვითარდება ბავშვთა რაგბი. სანამ ახალი აშენდება, ანგისის სტადიონი ერთ-ერთი მთავარი ბაზაა, სადაც სხვადასხვა თაობის მორაგბეები იკრიბებიან. ფესტივალის დასრულების შემდეგ მატჩი ქედის გუნდმა გამართა. ახალშეკრებილი გუნდია. დაახლოებით ვარჯიშობთ 4-5 თვეა ჩვენით. ახლა მონაწილეობთ დასავლეთის ზონაში, მეორე ლიგაში. პირველ თამაშს წავაგეთ, მაგრამ ბიჭები მოტივირებულები არიან. დასავლეთ საქართველოს ბავშვთა რაგბის ფესტივალი ტრადიციულია. ღონისძიება აჭარის რაგბის კავშირის ორგანიზებით ჩატარდა.